ყურადღების გამახვილება მაგიტომ მჭირდება ადამიანს, რომ ადამიანი ღმერთის გარეშე არის ტრაგიკული პიროვნება და ცდილობს, რომ ამ მდგომარეობაში რო არის და ეს მდგომარეობას ტრაგიზმით უმახლავს, რომ ბერდები და კვდები და თან კიდე კაცო სიბერემდე შეიძლება ვერც მიაღწიო. არავინ არ იცის, როდის შეგემთხვევა რაიმე უბედური შემთხვევა, ბოლო-ბოლო რო გადაურჩე რაღაც სტიქიურ უბედურებას, კატასტროფებს, ვერ გადაურჩევი იმას, რაც ორგანიზმია ჩადებული ცოდვის შედეგი, რომ დაავადებები არის და ათასნაირი დაავადებებია. როდის რა აფეთქდება, არავინ არ ვიცით. ვერც ის გიშველის, რომ დაავადებას ებრძვის, რომელიც კონკრეტულ დაავადებას ებრძვის სამედიცინო დაწესებულება. მოარჩენს ამას აფეთქდება მეორე. მოარჩენს მეორეს აფეთქდება მესამე. და ბოლოს უკვე ამდენი წამლების მიღებით შეიძლება წამლებმა წარმოშოს სხვა დაავადება. და ბოლოს კვდება ადამიანი. იმიტომ რომ ერთ დაავადებას რო ებრძოდა მედიკოსი გარკვეული პრეპარატით, ის კი მოარჩინა, მაგრამ მეორე ორგანო დაშალა და იმან მოკლა. მაგალითად გულის სამკურნალო პრეპარატები დაუნიშნეს ერთ პიროვნებას და იმაღვიძელი დაუშალა. ხედავთ, ესე იგი ადამიანში ჩადებული არის ეს, ვერავინ ექცევა ამას. ესე იგი სამედიცინო დაწესებულებას არ იძლევა იმის და გარანტიას, რომ ჩვენ ვიქნებით აქ მუდამ. და მივდივართ რა სიბერისაკენ, ხო? ნელ-ნელა. კიდე 900 წელი ცოცხლო ჩვენ ვიცით ბიბლიაში პატრიარქები. ხო, პირველი 10-20 პატრიარქი მაინც ხანგრძლივი დროით იყვნენ ამ დედამიწაზე, აი დედამიწაზე, ხო, რომ მართალი ეგეთი ეკოსისტემა არ ქონდათ წარმომადგენელ პატრიარქებს, უფრო გაუარესებული სახლი უფრო დაანგრეულია და ამ შეკეთებებში ვართ კაცობრიობა თავისი მეცნიერული განათლებულობით და ვაკეთებთ, გადაკეთება რო ხდება, იმიტომ რომ თუ არ დაამუშავე ის სახლი დედამიწა, ესე იგი გაიყინები რა, კიდე რაღაცები იპო, გაათბო. ხა, ეგრე არ იყო ადრე წარღვნამდელი ცივილიზაცია, რომელიც იმდენად მიუწვდომელია ჩვენი გონებისათვის, რომ წიგში რო არის ღმერთის წიგში გადმოცემული პირველ 11 თავში ეს აღიქმება ჩვენს მიერ როგორც ზღაპარი. სამყაროს ისეთი შექმნა, რომ არა ამას გვიყვება არა ადამიანი, არამედ ღმერთი. სამყაროს შექმნა. ესე იგი ღმერთის არსებობა უტყუარი არის. და ღმერთის არსებობას აღიარებს პლანეტის ყველა ეპოქაში აღიარებდნენ, მაგრამ არა ღმერთის მითითებით, არამედ თავიანთი ხუშტურით. და სწორედ ეს არის მთელი პრობლემა, რომ ადამიანები, აი როგორც მაგალითად საქართველოს მაგალითი ილუსტრაციად გამოვიყენოთ. საქართველოში ყველა არის მორწმუნე. იშვიათია ვინმე შეხვდეს 1%-იც არის 0 და რაღაცა დავტოვოთ, ესე რომ გაბრაზებული თქვას არ არსებობს ღმერთი, მაგრამ იგი ამავე დროს რაღაცას და ვიღაცას მაინც აღიარებს. მაინც დადის კერპთაყვანისმცემელია მაინც. თუნდაც თქვას, რომ იცი რა, მე ღმერთის არ ამწობს და აი მე ლიტერატურა. და 24 საათი რაზეც ლაპარაკობ, ის არის გაბატონებული შენში. ესე იგი აბსოლუტური გაგებით ურწმუნო ადამიანი არ არსებობს. ხო, ყველას რაღაც არ წმენა და ისე ვერ გაივლი ამ დედამიწაზე. და რაც შეეხება ახლა ვითომ ქრისტიანულ წმენას საქართველოში ამაზეა ლაპარაკი, მთელი მოსახლეობა, მთელი ქართველი არ არსებობს, რომ არ იყოს ქრისტიანი მართლმადიდებელი. და რო გადახედავ, დააკვირდით ახლა ეს ღმერთის მითითებით არის ახლა შენი რწმენა და ღმერთის მითითებით ხარ მასზე დამოკიდებული? და მაშინ რატო არ ხდება რაღაც უფრო სწორი როგორც აზროვნება ისე მოქმედება? თან რამდენი წინააღმდეგობები, ამ წინააღმდეგობებს ადამიანი კი არ აფიქსირებს, ისე არის უკვე გაბრუებული. აი ეს ეგრეთ წოდებული მათი მამა, მრევლის მამა, ხო, შალვა მათი მამა, გეგელია გიგინებიანი. მოусმენთ რა თქვა მაგან? დაწყევლილი იყოს ის, ვინც რუსები და ისე და ამ დროს არიან ერთმორწმუნეები სვამას იძახიან. ერთი რწმენა აქვთ რუსებსაც და ქართველებას. სვამას არ იძახიან, თუ ვინმე გამოსულა და უთქვია არა ვართ ერთმორწმუნეობით არიან რუსებთან ისე და აღიარებენ რომ რუსი ეს მართლმადიდებლობა ეს ერთმორწმუნეობაა. ერთი რწმენითა ვართ და შენ წევლი რუსებს. ისინი არ არიან ერთმორწმუნეები. ხო არის წინააღმდეგობა. აი ეს რო გაიპარა საუბარში, ვინმე ყურადღება მიაქცია. აი ნახეთ როგორ არის ყური გაუხუშე. ალბათ მიაქცევდა ჩვენსავით რამდენიმე პროცენტი და ისიც გაატარებდა. მაგრამ იქ რო ხალხი იყო, იმება ხო, ისინი ხო მართლმადიდებლებიან.
კი, მაგრამ რატო არ დაგუსვეს კითხვა, რომ მართლმადიდებლობა, საქართველოს მართლმადიდებლობა სულ იმას ისახის, ერთ მორწმუნე რუსეთიო. ერთი რწმენა გაქვს შენ და რუს და შენ დაწყევლე ესე იგი ფაქტობრივად ერთი რწმენის ერთი ნაწილი შენ მართალი ხარ და რუსული რწმენა არის დაწყევლილი, მაშინ რატო იძახი ამას? და მაინტერესებს იგივე შალვა რა სიტყვის ეს რა არის რუსეთური ტვინი რო გადაელესა და გაბრაზებული ამტკიცებდა ქართველობას. ქართველობას ამტკიცებდა ხალხო. ქრისტიანი შეიძლება ამტკიცებდეს ქართველობას? ქრისტე ამტკიცებდა ებრაელობას? პავლე ამტკიცებდა ებრაელობას? ვინც ამტკიცებდა იმას ეუბნება, რომ არა კაცო თქვენზე ჩამონათვალიც გააკეთა კიდევაც. მე ეს ჩამოთვალა თელი ის აიკითხა ხო თავისი რეგალიები ჩამოთვალა ბენიამინის ტომიდან, ფარისეველი, ებრაელთა, მაგრამ ეს ყველაფერი ეს მე გადავყარეო. ხო, ახლა გადასარევია პირდაპირ. მე მაინტერესებს კითხვა დაუსვა იმრებს. ამ კაცთან რატო დადიხართ? რისთვის დადიხართ? გასართობად დადიხართ? რა მამა ეგ არის თქვენი? ვინ მიცე სტატუსი რაღაცა დიპლომში უწერია მამა შალვა კეკელია და ყველა რომ მიმართავს მამა და ამანაც რო შეიფერა. და საერთოდ რა არის ეს მამა იაკობი? არა მეუფე, მაღალი რა მეუფე, უფლობს. რა გჭირთ ხალხნო, რა ვიცი, როცა აგერ ავტორი სამყაროს მთელი ამ ქმნელებისა სიცოცხლის ბიო ავტორი, აი სიცოცხლის შემოქმედი გველაპარაკება საღვთო წერილით, რომელიც ველა ენაზე დევს. მათ რიცხვში ქართულ ენაზეც არის თქვენთან და მამას შალვას რო დააზრევთ. საკუთარი მამას უარმყოფელები, ეს გამოთაყვანებული კაცი. ხო, ეს რაღაცა პოლიტიკური მაშიროზის და ეს რაღაცა რელიგიური მეჯღანმაშვილი რო არის. ხო, და თან კიდე რა სისულელე თქვა იცი? დაადასტურა ამ კაცმა ის, რომ აი ეს ორთოდოქსია, ქართული ორთოდოქსია არის მკვდრების რელიგია. ავში რომ მოგიკვდებათო, მე ხო გჭირდებითო. ვინმე რომ მოგიკვდებათო, ესე იგი აქვთ არის. რაჯანებათ უნდა მკვდარს ამის მოსვლა, რომ მომკვდება ადამიანი, ეს გამოშტერებული შალვა კეკელია რაჯანებათ გინდა და მღვდელი. გააცოცხლებს თქვენ მკვდარს? გააცოცხლებს ამას? აი რა გვინდა, როცა ამ დებილმა ეგეც არის ის, რომ ქრისტემ სიკვდილი გააუქმა. არავინ არ კვდება ქრისტიანი. გადადის, იცვლის, ხო, როგორც მაგალითად მიწიერ სამყაროში ერთ ქალაქს ტოვებ მეორე ქალაქში დადახი არ მოკვდა თბილისისთვის მოკვდა ადამიანი ვინც დატოვა თბილისი მეტაფორა ხო ბჭყალებში საქართველოს დატოვა ხო წავიდა სამუდამოდ ავსტრალია იქნება თუ სადღაც რომელი ამერიკის შეერთებული შტატები ის საქართველოსთვის არის მკვდარი არ არის ხო არ არის მაგრამ რეალურად ის ხო არის საქართველოსთან გადავიდა სხვა ქვეყანაში აგრძელებს ცხოვრებას ამიტომ ესო ქრისტემ რა გააკეთა ხალხო თუ სიკვდილი არის და თან კიდე გჭირდება მღვდლები და მღვდლები იმიტომ დაუარსებია ქრისტეს რომ მკვდრებისთვის არის ეს მღვდლები და ნახე რა სისულელე თქვა კეკელია გამოგებინეთ აი ეს რაში გჭირდებათ ესეთი ადამიანები ხელს რატო უწყობთ ამ გათახსირებულ სამღვდელოებას თქვენ არა ხართ დამნაშავედ არ მოგიკითხებათ ეგა მაშინ როდესაც ღმერთი გელაპარაკებათ წიგნიდან და შედალოცილოთ დაჯექი და ამას მოუწონე მამაც ეგ არის თქვენი ხო დედაც ეგ არის თქვენი ჩვენი ჩემი თქვენი და სამყაროს აი ეს შემქმნელი ეგ არის თან გვეუბნება როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში ხარვეზიან სამყაროში ისე რომ კისერი არ მოვიტეხოთ და მას არ დავშევოთ მის გარეშე ამ სამყაროში დაბრეცილ სახში კარგად ვერ ვიცხოვრებთ და არაფრით არ შეიძლება ის ჩვენ მას ვარი უთხრა და მის ადგილზე წარმოსახვითი ფანტასტიკური რაღაცა წარმოდგენებით ღმერთი დავსახოთ და შევქვნათ ამ ფანტაზიაზე დაყრდნობით ორგანიზაცია გავჯეჯგოთ 7000 მღვდელით და სახელი მაინც დავარქვათ ქრისტე და იესო აგერ რატო ხართ ესე რომ იტანჯებით ხომ არის საქართველოში ტანჯვა დაფიქრებულ ხართ საქართველოში აბსოლუტურად საქართველოს არაფერს არ ქმნის წარმოებელი არ არის არაფერს არ აწარმოებს იმ მასშტაბით რომ თავად ქვეყანას გამოადგეს რა არ აწარმოებს არის პატარ-პატარა საკარმიდამო წარმოება საკარმიდამო ხო არტელები როა თქვა მანიფაქტურული რაღაცა შრომა და ეს ამათ მოსახლეობას ეს გამოყვებას მაგალითად მიწის ნაკვეთზე შენ კონკრეტულ ნაკვეთზე 10 ფრთაქათამე რო თუ ყავს და 2 ძროხა ამით შენ საქართველოს გამოყვება მოსახლეობას ხო ეს რაც შეეხება პროდუქტებს აი
ისეთ აგროსექტორს. აბსოლუტურად აი თუ შეხვალთ მარკეტში, არაფერს არ აწარმოებს ქართველი. და იყო დრო, როცა დიდ საბჭოურ ოჯახში იყო საქართველოს, რომელიც უსაქმური იყო მთელი ერი. ხო, აი სულ ყველა იქაც მაშინ იყო ფილოლოგები, ისტორიკოსები, 616 მწერალი, კინემატოგრაფის კავშირი და ოხრად ხალხი. სულ ეტანებოდნენ ისეთ რაღაცებს, საკვლევ ინსტიტუტებს იჯდნენ და ქსოვდნენ მოდენ. არავინ მაშინაც არაფერს არ ქონიდა. და ეს ნახირი იყო საბჭოთა დიდ ბოსელში. და იქ გინდა არ გინდა, უნდა ეჯამათ ამისთვის. ასეთ პირობებში აგროსექტორი საქართველოში მაინც მუშაობდა. კოლექტივი იყო და მოწეული, ბახჩეული და ხილეული ბაზარში სულ საქართველოს წარმოება იყო. საქართველოს ტერიტორიაზე კარტოფილი, ხახვი, ლობიო, გამორიცხული იქ არ იყო ალტერნატიული თურქული, რუმინული, ბულგარული ბაზრებში 60-იანი წლებიდან 70-80-იანი წლების თუნდაც 90-იანი წლების ჩათვლით. მერე შემოვიდა უცხოური რაღაცები, სნიკერსი, ბაუნტი, საკონდიტრო ნაწარმი. სულ ყველაფერი იყო საკონდიტრო ადგილობრივი წარმოება, ისე რომ აკმაყოფილებდა საქართველოსაც ამიგე და სხვა სექტორები, მძიმე სექტორი მაგალითად, მძიმე მრეწველობა, რომ გამოდიოდა რამე არსად არ საღდებოდა, არც საქართველოში არ საღდებოდა, იწვებოდა ესა და ყრიდნენ, ნაგავი იყო და ნედლეული ფუჭდებოდა. აი ახლა რო დადიხართ მარკეტში ქართველები, რო შედიხართ, მიმოიხედეთ, რა ძდებს საქართველოშია მოწეული? მიმოიხედეთ კიდე მანქანები რო დადის, საქართველოშია მოწეული? აი რა, რესტორანში რო დადიხართ, თავს იქებთ, რომ აბა აი ეს იაპონური, ჩინური რა. აი რა არის? აი რას აწარმოებთ ქართველები, გამაგებინეთ რა. წინ და უკან რო დადიხართ ამ აქციებზე და ორ პრეზიდენტი რო ყავთ და 150 სულელი და 61 სულელი გარეთ რო არის და ფულს მაინც იღებს. აი ნიკო სვანაძე, აი იმებს უწოდა ხო იცით ეგ ცინიკურად და რაღაცა ეპატაჟური გადაცემები აქვს თავის YouTube არხზე. და ხიხოკრატია უწოდა საქართველოს მდგომარეობას, დემოკრატია არ არის. ხიხოკრატია ქართული თარგმანია ბერძნულის, ჩემ გაგებით, ოხლოკრატიის. ოხლოს ბრბო არის. ბრბო ქართულად ხიხოა. ხიხვა აი გაუნათლებ ესეთი ის არის. ხიხოკრატია მარჯვნივ გაიხედავ ხიხოა, ხიხოკრატია მარცხნივ ხიხოა, ზემოთ ხიხოა, ქვემოთ ხიხოა იძახის ნიკო სვანიძე. და რამ ჩაგვაყენა მაგ მდგომარეობაში? ესე იგი, სად არის დემოკრატია? დემოსი ხალხს ნიშნავს. ხალხი კიდე მაღალ შეგანებას თან არის გაიგივებული, რომ ხალხი ეს განარჩია ბრბო, მასა, ლათინური სიტყვა დემოსისაგან, ხალხისაგან იასპერსმა ეს გერმანელი ფილოსოფოსია თეისტური ეგზისტენციალიზმი. გერმანიაში ორი ძლიერი ფიგურა იყო ეგზისტენციალისტური მიმართულებით რომ მუშაობდნენ. ერთი იყო ჰაიდეგერი ათეისტური ეგზისტენციალიზმი, მეორე კარლ იასპერსი. აი ეს თავის ნაშრომში, ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია 48 წელშია გამოცემული 1948 წელს ისტორიის სათავეები და მისი მიზანი ერთ-ერთი განყოფილება კარგად აღწერს თანამედროვე ტექნოკრატიულ სახელმწიფოს და ასხოებს დემოკრატიას მასებისაგან, ბრბოს მასების და აი იქ არის ეს დახასიათებული დემოსი, ხალხი რა არის, ხო? ხალხი მასებისაგან. ქართულად მასებს შეესატყვისება ქართულად ლიანგი. მასა ლათინური არის. ხო და სვანიძემ უფრო ქართული კოლორიტი, დიალექტიკიდან აიღო და ხიხო. ხიხო. ესე იგი გაუნათლებელი, გამოუჩორკნავი თუ გამოჩორკნილი ადამიანთა ერთობლივობა და კრატოს ძალაუფლება. ხიხო კრატია არის ყველგან. და ხიხო კრატე და ხიხო სახელმწიფოა. არ და მარტო ხიხო კრატია არის. ჩვენთან არის ხიხო სახელმწიფო. მაშინ გავავრცელებთ ბატონი ნიკოს აი ამ თავის შეხედულებას ძალიან ესეთი იუმორისტულიც თუ რაღაცე, მაგრამ ამაში არის რაღაც მარცვალი. ხო. მთელი უბედურება ის არის ამ ხიხოკრატიულ ქვეყანაში ჩვენც არ ვიყოთ ხიხო, მე და ნიკო არ ვიყოთ ხიხო. და რა განაპირობებს ხიხოკრატიას? ხიხოებს რო ვირჩევთ მერე და პარლამენტში შტანგისტები, მოჭიდავეები, ფეხბურთელები. ესე იგი ესე ხო არაფერს არ გააკეთებენ და იგივე ნიკო განმარტავს თავის გამოსვლაში რომ გიხაროდეთო რომ არაფერი როგორც კიდე თიცხოვე, არაფერი ერთიანი იმაში შტანგისტმა რა უნდა გითხრას? იცხოვრე შემთხვევით მართლაც ესეა. პარლამენტს რო გაავსებთ ახლა ხიხოებით, როგორც გინდა იცხოვრე რა. და დემოკრატია უკვე, დემოკრატია კანონით მართვა არის. ხალხის მიერ ხალხი შეგნებული, ხალხი ირჩევს
გარკვეულ ჯგუფს ორგანიზაციისათვის რო გაგვიწიო და მე მომეცი უფლება მე ამით დავკავდე საქმით და აკონტროლე შენ ერთდროულად საქმეს და გაკონტროლებას ვერ მოასწრებს ადამიანები ხო ამიტომ ვირჩევთ ადამიანთა ჯგუფს განათლებული ხალხი სხვადასხვა სპეციალობით რომ ჩვენ საქმეს ვხედო და შენ მიხედი ახლა ამას წესრიგი ვინმე არ დაარღვევს და კანონი ვინმე არ დაარღვევს თან ამას აფინანსებს მოსახლეობა თავრობას რო ირჩევთ თქვენ აფინანსებთ იმას ეგრე არის ნამდვილ კლასიკურ გაგებაში ახლა კი მთავრობას რო ირჩევთ თქვენ გატყავებთ ესე იგი ყველანაირად ესე იგი აბსოლუტურად არის დისტანცირებული მთავრობა ხალხისაგან და ამის მიზეზი სწორედ არის ხიხოკრატია ხიხუებმა აირჩიეს ხიხუები 150 ხიხო ამეგეთ არ შეეხლავენ და იქიდან 61 ხიხო არ შევიდა დანარჩენი ხიხუები არიან შეიყარენ იქა იმღერეს იტაშფანდურეს და ერთი ხიხოც წამოაყენეს პრეზიდენტად ესე იგი თავში მჯდომარე ხიხუების ქვეყანაში ხიხუარი ტერმინი ისევ იმისგან ვისეცხეთ ხო თორე ქართულში ყველამ ვიცით ხიხო ხო სინონიმი ამისი არის გაუნათლებლობა ხო გაუთლელობა სირეგვენე თუ შეიძლება ასე ითქვეს უცოდინარობა ამა თუ იმ დარგში და არის ესეთი მდგომარეობა ხო რადგან ასევე მღვდლები ხიხოკრატები აი მანდ არის სულიერი ხიხუები სული რომელიც არის ღმერთს მოშორებული და აი მანდ არის აი კარგი იქნებოდა ნიკო სვანიძეს აი ეს ხიხოკრატია გაერთიანებინა იმ იმპერიაზე არანაკლებად ხიხო რელიგია რო არის ხიხო რელიგია და ხიხოშიოლაშვილი და ხიხო ყველა მღვდელი და ერთ-ერთი ხიხო აი არის კიდეც აი ეს შალვა თქვენი ხიხუების мама ხიხო შალვა რომელიც წეული და იმას წეულიმც იყოს ვინც რუსეთთან არის და ვინც ან როგორც მე საქართველოს აი ნახეთ ეს იყო ხიხოს წევლა და რა თქმა უნდა ასევე პარლამენტში ყოფილი ხიხო რომელიც უკვე ხიხო პრეზიდენტია და აირჩია ხიხოების გარკვეულმა ჯგუფმა ხიხო ელიტარებმა ბრჭყალებში პარლამენტში ისეც მე და შენ შორის ვინც რუსეთთან არისო და იმის დედასო და ატკა ვაშკაცი აი ეს ის არის ხო აველანტ ბიჭი ის ახლა არის ეს ხიხო ლექსიკონით ხიხო ქვეყნის ხიხო პრეზიდენტი სად გასწავლია ბიჭო პროვინციალიზმმა დაიპყრო ქვეყანა დედაქალაქი აიყარა ხალხი და მან ჩაიყარა მანდიდან ფულის საშუალად შეჯიბრურა გარეთ გაიყარა და წამოიმართა ხეების მაგივრად კორპუსები ბეტონები ხო და მასეთი ქვეყანა დიდხანს იარსებებს ეჭვებება ყველანაირად განწირული არის ამ რელსებზე რო დგას ქვეყანა და უფრო და უფრო აფართოვეთ ბიუროკრატიას და აგერ კიდე არის რაღაცა ჩანასახი არის ორ პრეზიდენტობიან ქალიც და კაციც რატო არის რომ დაამტკიცონ რომ ქალი ქალია კაცი კაცია ამით ვამტკიცებ სოფლიოს ჩვენ უნდა გავაკვიროთ დემოკრატიით ასე რომ არ შეიძლება ერთ სქესიანთა ქორწინება აგერ პრეზიდენტი ქალია პრეზიდენტი კაცი ყავს ეს მინდა ოჯახის ორი წარმომადგენელია აი სიწმინდეების განსახიერებაა საქართველოს და 100,000 სიწმინდე გვიყურებს ზემოდან წმინდანები წმინდა და ისინი გვასწავლიან როგორ უნდა გავწმინდავდეთ ხო ცოტა ესეთი იუმორით ხალხო როდემდე იქნება საგიჟეთი საქართველოში ეს წინდა უკან სიარული არ მოგწმინდათ აი რომ გამოდიან ხელოვანები უსაქმუროები დადიან მუშები კი არ დაყვება ამას ის საწყლები და ქარხანა არ არის არაფერი არ არის რაღაცა გავგიკეთეთ გვამუშავეთ აგავა გამოუშვათ რამე რამდენი ხანია ბიჭო არის გუგუნებს ფაბრიკები გუგუნებს ქარხნები თოხი საერთოდ არსებობს საქართველოში თოხი მაინტერესებს თოხი თუ აქვს ვინმეს თოხი ახალგაზრდა მიცის თოხი რა არის უნახია თოხი კომბაინი თუ გუგუნებს სადმე საქართველოში ტრაქტორები თუ გუგუნებენ მარტს აპრილში თუ გუგუნებს ტრაქტორები არა ხალხო ტრაქტორის მაგურად გლეხება მერსედესის გაყიდეს ფულით მერსედესები იყიდეს ყანწები ჩუმპები ქვევრზე ზიან აჭყამპალებენ ამ ღვინოებს ეს საკარმიდა მომიმაზე იმდენი მოდის რომ ქვევრი ამოავწო და მერე და შემოუსხდეთ სუფრას და დოლგარმონი და დიპლიპიტო მიდის შენ და თურქეთიდან შემოსული სურსათით სკადებით დილიდან საღამომდე იქ ცოტა უკრაინიდან მოდიოდა რუსეთიდან მერე ირანიდან
და დამპალი ხორცი ბრაზილიიდან და ინდოეთიდან. კაცმა არ იცის რა სჭამთ. კაც ვინმე შეამოწმებს და არ გიყვირთ რომ კიდე ფეხზე დადიხარ და იმასაც არ ფიქრობთ რამდენი როგორი ფეთქა დაავადებებმა საქართველოში? გადატენილი როა საავადმყოფოები და მანდრო ვერ მკურნალობენ საზღვარეთ გარბიან საწყლები და გაივსოს საფრანგეთის საავადმყოფოები ქართველებით? გერმანიაში რო გარბიხართ, სულ ყველა თურქეთში რო გარბიხართ? აი, ასეთი მდგომარეობაა და შალვაკეკელია ამ რეგვენი კაცის გასაგებად. ეს წვერით უნდა ათრიოთ რა. იმ ტაძრის წინდე ტრაქში წიხლი და გამოაგდეს გათახსირებული ესა. წეული მციყოს ვინც როცა ეს დებილი ესა. ამის მერე თქვენ კიდე ამასთან აპირებთ მისვლას და მაგნეირებთან კიდე იქ ცალკე რო ყავთ კიდე თეოდორა, დიდი თეოდორა რო ყავთ, ეს გახრწნილი გათახსირებული კაცი, ესაც ხიხორელიგია რო გაქვთ თქვენ, ეს ხიხორელიგია და ყვნით წმინდა წერილის ავტორს იმით რომ საერთოდ არ იხედებით შიგნით და თუ ჩაიხედებით მან და აი რაღაცებს გადააკეთეთ, გადმოაკეთეთ, საერთოდ გადააკეთეთ და ხიხოწმინდა მამებით იკვებებით. ხიხოწმინდა მამებით. აი ეგ არის ჩვენი ტრაგედია. ეს რომ არ მოხდეს ჩვენ მეტ ყურადღებას ინტერესს ვიჩენთ ამის ამ წიგნის მიმართ და სხვათა შორის ძალიან გააფთრებით უტევენ ჩვენ იმას რო იცოდეთ. აი ბლოკავენ. ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია ეს ქართულ სივრცეში შეაჩერეს ციფრებიც ყველაფერი და გაყინეს. გამონწერთა რაოდენობა ყველაფერი და ძნელად საძებარია. მართლაც ბევრმა მითხრა რომ ვერ შევდივართ, ვერ პოულობთ. იმიტომ არ შეგეფეთება რა. ჩართავ ინტერნეტზე შემოგეფეთება ვიღაცა სისულელეები, ხო, უამრავი სისულე. ეს ინტერნეტში განთავსებული ჩვენი ეს არ შემოგეფეთებათ. თქვენი ინტელექტუალური ძალებით უნდა მოძებნოთ, უნდა ენერგია ჩადოთ. აი რასაკეთებენ? მთლიანად ვერ დაბლოკავენ, მაგრამ ნაწილობრივი დაბლოკვას მიაღწიეს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი YouTube-ისა და თავისის გარკვეული წარმომადგენელი ყავს ცენტრიდან და გარკვეული პარაგრაფებს უნდა ასრულებდა, იმიტომ რომ ასეთი რადიკალური კრიტიკოსი ქართული რელიგიისა მეორე არ არის როგორც ჩვენ ვართ. ჩვენი რაღაც გარკვეული მცირე ჯგუფი და ის მცირე მსმენელები, რომლებიც ჩვენ გვერდებიან და ბიბლიას თვითონ დამოუკიდებლად სწავლობენ და ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში რა ხდება. აი ამას მართლა უტევენ. გადაჭრებით არ ვიწახი, იმიტომ რომ ასეთი დაუძინებელი მტერი და არავისთვის მე მისაღები არ ვარ. აი უმრავლეს აი ქოცები, ნაცები, პოლიტიკურ სივრცეში, ინტელექტუალურ სივრცეში გამორიცხულია. თუ არა და თქვენ შეამოწმეთ, თქვენ შემოწმებული გაქვთ კიდევაც. ვერ აზიარებთ ვერაფერი და ვიცით რატომ არც მოგთხოვთ ამას. რატო თქვენ ჩემთვის უფრო ძვირფასი ხართ, ვიდრე ეს გააზიაროთ და ვიღაცამ გაგინოთ. და მე ერთ-ერთი პიროვნება რომელიც TikTok-ზე ავრცელებს ამას და მითხრა მწვენიაო რა თქვენ მე მომდის თელა 20,000 შესულა იმას რომ დააწეროს ახლა ჩემი გვარი და სახელი აღარავინ აღარ მოусმეს. მეუბნები არა კაცო რა მნიშვნელობა აქვს ჩემი არ დააწერო შენი დააწერო თავარია აზრი გავიდეს თუ გამას გულს ჩავდებთ ამ აზრში სიყვარულს რწმენას ღმერთი გაყვება ამას და იქნებ ეს დახურული კარები გაუღოს უტვინო ადამიანებს და მეტი გააცოცხლოს. ასე რომ რა დროს ის არის ჩემია შენია ის რაც ღმერთის არის ის ყველა საერთო არის და ჩემი აზრი რა მწოდნია ჩემი აზრი არც უნდა გაავრცელოთ არავითარ შემთხვევაში ეადგია ჩვენი აზრები ჩვენ გვაქვს აზრები ბიბლიაში აგენაცვალე მას და მისი ნაწილი უნდა ვიყოთ და მისი გამტანი უნდა ვიყოთ ნუ შეგეშინებათ თოჯინები არა ვარ თოჯინებად არ გაგვაჩინა ღმერთთან და რუპორებად არ გაგვაჩინა ჩვენ შემოქმედი ადამიანები ვართ ღმერთის შემოქმედი და მასზე დამოკიდებულებაში ვართ ჩვენ ინდივიდუალური დამოკიდებული ვართ და თავისუფალი ქრისტეს რომელსაც ვერავინ ვერ დასწამებს აი ესეთ ცილს რომ აი ეს გააკეთა ორი მოწმეც ვერ მოიყვანეს რომ რამე დაემოწმებინა არასწორი თან რასაც აკეთებდა ქრისტე იძახს ჩუმად ხوار გამიკეთებია ყველა უყურებით რას ვაკეთებდია მე ჩუმად ხوار ვლაპარაკობდი სადღაც იატაკოშეში ბეჭდავს პროკლამაციებს როგორ დაამხოს თქვათ ჰეროდეს რაღაცა თელი კლანი ხომ ჰეროდეს გამგზელებელი იყვნენ მანამდეც ხო იცი და ასევე რომის წარმოიდგინე პროკლამაციებს ავრცელებდა ეგ არალეგალურად რამეს ბეჭდავდა იესო ქრისტე მე ყველას ხოშველოდა მე მუშტიკრივით მიდიოდა დარაზმა ხალხი მიტინგი მოუწყო ფარისევლებს და გადაჯეკა ქვებით
მიდიოდა მხილება რა. დაჟინებულობა თან ისინი დაძდებდნენ. სულ ალყაში იყო მწიგნობრები, ფარისევლები, იესო ქრისტე და კითხვები და გამოსაჭერი იქნებ ისეთი რამე და გამაცო რომ ამით გავასამართლო. ვერაფერი ვერ უპოვეს და მე ბოლოს თქვენს რომ აი კაცი ხარ და ღმერთად თავს ახარ. მკრეხელობა, მორჩა, დავიჭიროთ. ხო ხედავთ, მეტი რა გაქვთ, მკრეხელობს იძახის მამა და მე ერთი ვართო. წარმოიდგინეთ ხალხო. ასე რომ ინგა გრიგოლიას ნაირი ჟურნალისტები რო ყავს, იმიტომ მართლა და თან ყველა ჟურნალისტი რო გაჯეჯილებული ამას ვერატყობთ. რა ხანა დადგა ისე და მართლაც ბიძინამ შეასრულა. ეს რა დემოკრატია, საღოლ ჯიტალო. ბიძინა ყოჩაღ, მართლა გაოცებული ვარ მე, როგორც დასავლეთის წარმომადგენელი, მაცხოვრებელი აქით და სწორი ეს კი შეასრულე. ისეთ დემოკრატია შეგვიძლია საქართველოში გავაოცებ ევროპასო. არა. კონტინენტიც გაოცებული აქითა და იქითა. ესეთი დემოკრატია ნამდვილად არსად არ არის. არც ერთ სახელმწიფოში არ არის. რაც გინდათ ისე ჭენობს ხალხი, განსაკუთრებით ვინც მთავრობის სტრუქტურებში არ მუშაობს. ისინი ცოტა შეზღუდულები არიან გარკვეული მიზეზებით. თქვათ განათლების სფერო, რომელიც დოტაციაზე ვინც არის. მედიცინა, რომელიც დოტაციაზე. მედიცინა, რომელიც კერძო კლინიკაშია, თავაშვებულია. როგორც უნდა ისეა ფასებს ისე დაგიდგენს. ასეა კერძო ინსტიტუტი, როგორც უნდა მოუმატებს და აკლებს თუ რაღაცა. მაგრამ დოტაციაზე თუ არის სასწავლებლები და არის დოტაციაზე მასწავლებლები, ისინი ანგარიში ვალდებული არიან, კრიჭაში არ ჩაუდგენ მთავრობას. და დოტაციაზე მთავრობა, მასწავლებლები პარაძე არ უნდა დადიოდეს ჩემი ღრმარწმენით. რა გინდა ახლა რა და რამე გაყავდარჩევნები მაგით რო გამოდიხარ ეს არ არის სწორი. ქემაინც ისეთქვი დედალოცილო ხელფასი მომიმატე დოტაციაზე ხარ. დოტაციაზე სახელმწიფო რო გაფინანსებს მთავრობა, გამოდით ერთხელ ეს მასწავლებლები და ბიჭო, ოჯახი მაქვს შესანახი და მიტინგი ეს დაშვებულია დემოკრატიული კონსტიტუციით, რომ უკმაყოფილება დააფიქსირო, დეპუტატმა თუ არ მიიტანა იმ თავგასიებულმა იქამდე გზავნილი რო არის. მასწავლებლები გამოდივარ და არაფერს არ ვითხოვ, ხელფასი მოგვიმატე, ცხოვრება გაძვირდა. არა, ევროპაში მივდივართ, ევროპა გვინდა, რუსეთი არ გვინდა. გავიღვიძეთ ჩელიაბეს და ჩელიაბინეცკების აჯანყება არის საქართველოში. და რა ხალხო რა ვიცი, აი გიждები, აი ეს ტელევიზიები დასახურია და რატო არ აკეთებს ბიძინა ამას, რატო? აი ეს არის საკითხავი. ყოფნა არ ყოფნა კი არ არის საკითხავი. აი ეს არის ბიძინა. ამ საინფორმაციო საშუალებებს რატო აძლევ ესე? ასეთ დონეზე გინების, ლანძღვის, ხო, იუმორების, ყველანაირი რაღაცა მონტაჟების, აი ფეიქ ნიუსების, ბიძინა გაშაყირებულია ყველგან, ზოგი გააშავეს ზანგით არის, იგით ყველას გადაწვდენ. იქ კახიკალაძე სადღაც იმაში გააკვეხეს, ანუსი რო იყო რაღაც ხანდაკება იმაში ტიტველი შეაგდეს იქა და იცინიც ხალხი გადაობენ. კახიკალაძე ქალის დაამონტაჟეს ქალი კალაძეს თავი და ნაძვთან რაღაცა რო ვერ ჩაატარა, ესეც ნახეთ რა ხდება. და კაცშვილი ხმას არინოს. ამას გააკეთებდნენ ბიჭო სტალინის დროს. რა პარალელებს მილოს ეს დეგენერატი ხალი. აი არასწორი პარალელები, არასწორი აზროვნება და რაც ჭირია იმას ვერ ხედავს და ეს გახსნილი და გათახსირებული ხმას იმიტომ არიღებს რომ იმავე წუთში ამხელებენ რომ ეს ვინ არის. ამიტომ არის ძალიან კოჰაბიტირებული რელიგია. ამასაც აყავს თავისი მამაო. ხო, შესატყვისი მამავები, როგორც არის შენი განწყობა, ისეთი მამავები ჩამოგვირიგა საქართველოში ამ საპატრიარქომ. ხო, აგერ კიკინებიანი გინდა კიკინასთან მიხვალ. ხო, აგერ ხელწვერიანი გინდა ხელწვერიანთან მიხვალ. გაფანჩრული გინდა გაფანჩრული მყდელებიც ყავს. ხო, კაბიანი გინდა შავი, ესეც არის ეროვნული ძალიან არის წლუს, ვიადისტი მყდელი გინდა ისაკაძესთან მიდი ბატონო. ხო კრიმინალი ხარ და რაღაც აგერ ყოველფერი ეგეთებიც არის. სპორტსმენი ხარ, სპორტსმენი მგლებიც აყვავს რო იცოდე ადრე. ნაირია ბატონო. ამაზე ხმას იღებს მე. კეკელიას გამოსვლა დავდე იქა და ნახეთ რა წეულიც იყოს ვინც რუსეთის მხარეზე იყოს ხო. ეს სწორია, ეს ხო ითარგმნება. პარლამენტის ამჟამინდელი არჩეული პარლამენტის პრეზიდენტი ყაველაშვილმა დაიგინა იქა მე და თქვენ შორის ვინც რუსულის იმის დედასო და აი ეს კაცი დღეს პრეზიდენტად აირჩიეთ ხალხმა კი არა გარკვეული ნაწილი ესეც ითარგმნება თუ რომ ეცი რა არის მე და შენ შორის ვინც რუსების მხარეზეა იმის ახლა წარმოიდგინეთ ეს რა არის რა
ესე იგი სამხრივი გლობალიზაცია არ გამოვა. ესე იგი შენ ევროპასთან გინდა, რუსებთან არ გინდა, მაგრამ ბიბლია გვეუბნება მთლიანად ერთი იქნება ყველა. აქედან ესეთი გამოხტომები რუსებს აგინო, იმის წეულიც იყოს, ვინც რუსეთისკენ არის, კეკელია, კაცო, გადასარევია რა. ესეთი რამე გაგონილა ხალხო, ყველაფერი უცნაურობა ქართველს როგორ ახასიათებს და აი ამას ვერ შეაჩერებს, ვერც კეკელია, ვერც ყაველაშვილი, ვერც ტრამპი, ამაზე ალაბაკი, ეს კარგი კი არ არის ჩვენ რო საუბრობთ. ეს სასიხარულო იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა სრულდება, ჩვენ ქრისტიანები დისტანცირებული ვართ. ქრისტიანების გაერთიანება, გლობალური გაერთიანება ქრისტეში. ისინი ერთიანდებიან სატანაში. ქრისტიანების გაერთიანებას ეწინააღმდეგება ანტიქრისტიანული გაერთიანება სხვადასხვა საშუალებებით. ჩვენ ახირებული კი არ არის რომელიმე ჩვენთაგანი. არაკაცო ხან იზლამებს ხო არ ადავდებთ. ეს უფრო მეტად შეჭირვებების გამოიწვევს ამაზე იყო ლაპარაკი და მაინც მოხდება მოსახთენი. ვერანაირად ვერ დაიცვა თავი კართაგენმა, ვერანაირად ვერ დაიცვა თავი ტროამ, ვერ დაიცვა თავი ვერანაირად რომის იმპერიამ, ვერც კომუნისტებმა. მოსახთენი მაინც მოხდება. აი ამას ეროვნული წიგნებით, ნაციონალური ისტორიებით ვერ გავიგებთ. ამიტომ ყველაზე კარგი წიგნია კაცობრიობისთვის უნივერსალური ბიბლია ყველა ენაზე რო არის და აი ეს წიგნი გვეუბნება რომ გლობალიზაცია გარდაუვალია. ახლა მე ვერ გავიგე რას ვთქვათ რა გინდათ აი მაგალითად ქართველებს რა უნდა საქართველოს ქართველებისთვის. მაგრამ მაგი როგორ უნდა განახორციელოს ქართველმა რომ საქართველოში მარტო ქართველმა იცხოვროს. ან ამერიკელებმა როგორ უნდა იცხოვროს მარტო და ვინ არის ამერიკელი ინდიელები? ამერიკაში არის უამრავი ევროპელების, მთელი ევროპელები არის გადამოსული, ირლანდიელები, შოტლანდიელები, იტალიელები, რა ვიცი, ბრიტანელები, რომელი ერთი თქვა. და ენა ინგლისურით ლაპარაკობს ყველა და ამას შევერთა უკვე უამრავი სამხრეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ავღანეთიდან, აზიის, აფრიკის ქვეყნებიდან ამ შტატებში ყველა ცხოვრობს. აი აქ როგორ უნდა განახორციელოს ადამიანმა ნაციონალური სენტიმენტით როგორ გავიგოთ ახლა ვინ ამერიკელია და ვინ არა. აი ამერიკელობა რითი განისაზღვრება წარმომავლობით, გენეტიკით, რითი ენით არ არის ამერიკელი, ენითაც ეს ანგლოსაქსონი ბრიტანელების არის, ინგლისური ენა ბრიტანელების, ამერიკა არ არსებობდა. ხო? სად იყო ამერიკა ქვეყანა? ენით ესე იგი არა, იმიტომ რომ ამ ენით ლაპარაკობს ყველა აქ გადმოსული ადამიანი. ქართველები კიდე ქართველობა არის ენით, რელიგიით. ამერიკელებს არ აქვს თავიანთი რელიგია. ნაციონალური რელიგია ამერიკელებს არ აქვს. არ არის ნაციონალური, სულთა ამერიკული რელიგია არ არსებობს ეგეთი რამე. არის ქრისტიანობა, პროტესტანტიზმის ნაირსახეობები არის. ამავე დროს არის კათოლიციზმი, პრესვიტერიანობა, რავი 1000-ნაირი რაღაც მიმდინარეობა არის, რას არ ნახავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ხრივ. ამიტომ რითი განისაზღვრება, აი როცა გამოდის რომელიმე ამერიკა, აი რა პროექტი აქვს, მე უსმენ, აი რა გარდა ეკონომიკური ცხოვრებისა და მოწყობისა და კარგი არის კიდევაც ხო რაღაც გარკვეული სოციალური მდგომარეობა გააუმჯობეს ამერიკის კონტინენტზე, სადაც ყველა მოქალაქე ამერიკელია განსხვავებით ეროვნებისა და ამერიკაში მცხოვრები ქართველიც კარგად იქნება თუ ეკონომიკური ის გაუმჯობესება პირობები, ხო, მოქალაქე ეს. მაგრამ ნაციონალური არსებობს ეკონომიკა. ეკონომიკა ხო არ არის ნაციონალური ხარხასიათება. ეკონომიკა არის ინტერნაციონალური ცნება. ქართველი ხარ და ამიტომ უნდა მოყიდო რაღაცა და სომეხს არ მივყიდო, ესეთ რამე არ არსებობს რა. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ამასთან ჩვენ მეთქი და დაგიდეთ შედალოცვილო და მიხვდი რა, მზად შეხვდი ამოვლენს, ან ინფარქტი არ აიყიდო და არ მოუმშტვინო და თოფი არ აიღო და ვიღაცას არ დაერიო მანდა. თორე აქ ქვეყანა დასახოცია, თქვენი აზროვნებით რო ვიყოთ კანადაში, აქ დასახოცია ყველა ვინ შემოდის, ხო? თავმო მოდის არა მაღალი ესთეტიური და ინტელექტუალური ხარისხის მატარებელი ადამიანები, მოდის ბოგანო. და აი ეს არის რა ხდება ეს უნდა ახსნათ ხალხო და როგორ უნდა შეაჩერო აი ესეთი მდგომარეობა ადამიანმა, აი როგორ რანაირად. აი მთელი ის მიდის, აი სირიაც კიდე ნახეთ რა დღეში იყო, ხო? იშვიათია ხო სირიელი სადმე წასულიყო. სირიელი აიყაროს და ემიგრაციაში გავიდეს, ხო? რელიგიის გამო ისინი ინარჩუნებენ იმ ტერიტორიაზე ყოფნას და ჩაუგდეს რაღაცა
ამბები და აი იძულებით გახდნენ ევროპაში გაქცეულიყო ამერიკაში, კანადაში. აი ისე გლობალიზაციის ისენია მათ ხო ჩაგდებული ხო მომენტები. ესე იგი ნაციონალური სახელმწიფოები არ უნდა არსებობდეს. ყველა ერთია. ყველა ადამიანები ერთია და ბიბლია სხვადასტურებს ამას ყველა ადამიანიდან ვარ და ნოედან მერე. და აქ ეხლა ეროვნული ნიშნით ეს მიწა-ჩემია, ეს არა საზღვრებიც არ უნდა იყოს, ამას ბიბლია გვეუბნება, რომ აიღება საზღვრები. ეხლა ხო ჯერჯერობით საზღვრებია, ვიზები არის, შემოდი, ნელ-ნელა ხო ეგეც აიღეს და უკვე ვიზობანა აღარ არის ევროპულ გაერთიანებულ იმაში, ხო? დაწანწალებს ვინცაც უნდა სად იწანწალე. ყველგანი წანწალებ ევრო გაერთიანებაში ვინც არის და აგერ საქართველოს ჯერ კიდე არ არის ევროინტეგრაციაში და მთელი ქუთაისი იტალიაშია გადაპანწალებული და საფრანგეთიდან ლექციებს კითხულობს ზვიადისტები. საფრანგეთიდან იქ ტყიდან ლექციებს კითხულობენ მამანი და დიდი ქართველები. ამიტომ არიან ინტერნაციონალური საფრანგეთში, ხო? ხო არ მითხრათ რომ სუფთა ფრანგული ეს ნიშნით ხასიათები და მაგ ტერიტორიაზე ფრანგები. უამრავი არაბები არიან, მაროკოელები და მთელი რიგი ადგილებია, სადაც იქ ფრანგი არ ცხოვრობს. ხდებით? მაგრამ ერთიანი სახელმწიფო წყობა არის და ყველა ადამიანის უფლებებს იცავენ. ეს არაბები და უფრო მეტად კიდე ამათ ცემენ პატივს, ხო? და საქართველოს მაგზას არ დაადგა. 300 წლის უკანელი საქართველო. თუნდაც 60 წლის უკანელი საქართველო და ეხლანდელი საქართველო, მაგ საქართველო რომ მოგიარათ, ჩინეთს ვერ ნახავით. ზანგი არ შეგხვდებოდათ, თურქი არ შეგხვდებოდათ და საერთოდ ვერ გაიგონებთ უცხოს სიტყვას ქართულის გარდა. რუსულად დაილაპარაკებდა ისე მაცხოვრებელი რუსი. აი ახლა ეგრეა? არ არის. ბატონო, არ არის გაერთიანებული საქართველო? ხო, ეთნო გაერთიანება არ არის? რა გაგიკვირდა ხარ კანადა, ამერიკა და მექსიკა გაერთიანდეს იურიდიული კონსტიტუციით, ხო და ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მოხდება. გვინდა არ გვინდა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ მაინც არის ერთიანობა ეკონომიკაში. სამივე ქვეყანა ეკონომიკურ ერთიანობაშია. მაგრამ ერთმანეთს უგზავნა მაგალითად მექსიკის მოსახლეობა გაჭირვებით შემოდის ამერიკაში და კანადაში. მაგრამ ეკონომიკა მექსიკის აღარ არის ბაზარში რო შეხვალთ. მექსიკიდან შემოდის ყველაფერი. ხო. ამერიკიდან არის ყველაფერი კანადაში, კანადიდან გადის მექსიკაში და ეს ხო სახეზე არის. მოკლედ არის თორე ეკონომიკური გლობალიზაცია და ნაციონალიზმს ნაციონალური ნიშნით არ ხასიათდება ეკონომიკა. ვაჭრობა ინტერნაციონალურია. ჩაიგეთები, მაგრამ შეერი მოგტები. ამიტომ არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ადამიანი რომელიც სათავეში მოვიდა ამ სენტიმენტით მოდის, რომ საქართველოს ქართველებისთვის და სხვები გავყაროთ, მოგდებით შეერი. ამას ვერ შეაჩერებთ, ეს ღმერთიდან არის შემოკარგებული და უნდა ეს უნდა ახსნათ. ხა კეკელიები და ეს ხარახურა ხალხი ყუპავს საქართველოს რო იცოდეთ. ესენი არიან საქონლები. კეკელიას ის არ გაიშვა კაცს ესებს ავადყოფია რა თავიდან ბოლომდე რა. აბა შეიძლება კაცი უკვე ჭკუა დაკარგა და რეები თქვა რომ აი დაიწყეს ვინც რუსეთის მხარეზეა დაიწყებლოსო და წეულიც იყოს ვინც რუსეთის მხარეზეა. აი ეს კიკინებიანი კეკელია კაცო ეს ქრისტე ბიჭ გადასარევია მოკლედ რა. გადასარევია და არ გაგიკვირეთ რომ რჩევანი ერთ დღეს უკვე სხვა იმაზე პოზიციაზე იყოს. ხო, ამიტომ ვინც აპირებს რომ იცი აი ბიზნეს უნდა ეხლა კონსერვატორობა, აი ტერმინი კიდე ხო იცით ეს არა. აი უკან დაბრუნება, მოდი ვთქვა დაბრუნება უკან. სად თვითონაც არის. დაბრუნება რუსეთისკენ, მე რუსეთი რა უკან ბრუნდება რუსეთის. ხო, აი ეს არის შეჭირებას გამოიწვევს და სწორედ ეს მოხდა ეხლა საქართველოში. იმ პრეზიდენტის დანიშნა, ეგ არჩევანი არ არის, დანიშნა, რომელიც ახლა სახეზეა აველაშვილის სახით და მისი ნათქვამი არის რომ მე და შენ შორის ვინც რუსია იმის დედა და მამაო და ხო გახსოვთ როგორ შეიგინა დევს პარლამენტის შენობაში. აი ახლა ეს არ ვიცი, ეს ხო ყველა ენაზე უკვე ითარგმნა. ხო თვალყურს ადევნებენ განსაკუთრებით სახელმწიფო სათავეში ვინც მოდის იმას ფრჩხილიდან დაწყეული თმის ღერამდე სწავლობენ. და ეს კარგი ხელი დაგვადგება. ეგი თქვა, ან კიდე ტრამპი რომელიც მისი დაუფიქრებელ რაღაცებს იძახის ამერიკას გამოადგება, ამაზე იყო ლაპარაკი და არა იმაზე თუ კაი რამეს გააკეთებს პიროვნება, იმას ქვები ვესრულოთ. და ეს მოცემულობა არის დღეს ბიბლიის თანახმად
ბიბლიის თანახმად თუ ოდნავ შენელდა ეს გასაგებია, მაგრამ ეს მაინც არ შეჩერდება და შენელება კი შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფები. ჯობ და ისე გაუშვი რა, წავიდეს რა ეს კეთილზავი, რა პრობლემაა? რა მოხდა რო? აურიე თლიანად ყველაფერი და ეხლა იძახი რომ ესე არ ყოფილა, ისე არ ყოფილა. ხალხი ნახევარი ხალხი დედამიწაზე მოაფშტვენინე და ხო გაათავისუფლე. ეხლა ჯაჭვს ეგინა დააბა? ძახს რომ მიაჩვევ თავისუფლებას, მაღალ დონეზე და მერე დააბა, მის გისაგავს ხო? ესე ხომ არ არის ხალხო? ხო, ეს ლიბერალიზმი ხო არასწორად იყო გაგებული. და მე ეხლა ამის შედეგების გამო რომ არ მოწონს ვიღაცა სარგებლობს რომელიღაცა პოლიტიკური ლიდერი და მოსახლეობის იმას ითვალისწინებს განწყობას, ატყუებს მოსახლეობას მოვა სათავეში და კი არ განახორციელებს იმას. არც ტრამპი განახორციელებს, რაც დაპირდა ადამიანებს და არც ბიძინა ივანიშვილის პარტია განახორციელებს ამას. აი ესე წაჯექი, წამოჯექი, ცოტა იქით, ცოტა აქით და ეს კიდე ადამიანებს აღიზიანებს. მოკლედ, ან ესე იყავი, ან ისე რა. არ შეიძლება, ხო? იმ პოეტის არ იყოს, არც მიწის იყო, არც ცისა. არ არის ეს სწორი, გაგვაგებინე კაცო, ხო? რას აწვევი? და ყაველაშვილი კი არ წყვეტს პრობლემას. უბრალოდ ეს სამარცხვინო რაღაცა ჯოგზე გასწორებული მდგომარეობა, კაცო. აი ეს დაუყავს. ესე იგი, შეფერხებები ქვეყანაში, შეფერხებები ვითომ კარგი მოტივებით ქვეყანას ანგარებს. ეს პარადოქსი ბევრმა ვერ გაიგო. ხო, მაშინ რა უნდა გაგვეკეთებინა? სისტემას რა თქმა უნდა არაფერი არ შეეხება, როგორც ამერიკის სისტემას არავინ არ ანგარებს. მაგრამ ამ სისტემაში გარკვეული რაღაცა გაუგებრობა როა, აი ეს გარკვეული გამოსწორება იქნება. თუ დაინახავენ რომ ხალხი უკვე არ დგას ამ პოზიციაზე, ისევ გადააბარებს იმას, რა თუნდა მაგას ლაპარაკი. და ეგ შემოწმება და ამ ცდებს გადავყევით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. თვითონ მათ არ ეხებათ ეგა. ბიძინას არაფერი არ ეხება. ტრამპს არაფერი არ ეხება. დაბალ ფენებს ეხება ეგ ყველაფერი, ცდებს რო ატარებენ ზემოთ.